აი, ბავშვმა უნდა იცოდეს თუ არა წერა-კითხვა, როცა იწყებს სწავლას. მოსწავლე ამ დროს ხდება დემოტივირებული. თუ კი სკოლაშიც იმას ეუბნებიან, რაც უკვე კარგად იცის, მისთვის ცოტა მოსაწყენი ხდება. შემდგომ მოსაწყენთან ერთად უინტერესო და ამ თვალსაზრისით შეიძლება, როდესაც კლასში ზით თქვა 25 მოსწავლე, ის ერთი რაღაც ეტაპზე დაეკარგოს მასწავლებელს. როგორი ჩართულიც არ უნდა იყოს და როგორი ინდივიდუალური მიდგომაც არ უნდა ჰქონდეს, ეს ქმნის გარკვეულ საფრთხეებს. თანაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობის ასაკი, თამაშის პერიოდი. აი ეს მომენტი არ უნდა იყოს ჩანაცვლებული წიგნებით. აი ეს იწვევს მომავალში წიგნისადმი არც თუ ისე სასიამოვნო დამოკიდებულებას, თუმცა არა პირდაპირ კავშირში, ამას თავისი კვლევები აქვს და ამას თავისი ასე ვთქვათ დადასტურებები აქვს, მაგრამ გარკვეულწილად ირიბ გავლენას მაინც ახდენს.